როგორ შეიძლება ადამიანმა დაწეროს ვეფხისტყაოსანი და დღემდე არ ვიცოდეთ თუ სად დაიბადა იგი? ყველაფერი იწყება ერთი სტროფით, სადაც მოხსენებულია ვინმე მესხი-მელექსი. ვინ იყო ეს მესხი-მელექსი? თავად პოეტი თუ პოემის გამგრძელებელი? და ყველაზე მთავარი, თქვენი აზრით, სად დაიბადა და მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი? ქართულ მწერლობაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი მესხეთიდან იყო. ეს აზრი დაეყრდნო ვეფხისტყაოსნის დასასრულის ერთ სტროფს, სადაც მოხსენებულია ვინმე მესხი-მელექსი. ბევრმა იფიქრა, რომ ეს იყო თავად პოეტი, მაგრამ ტექსტის ისტორიული კვლევა სხვას გვიჩვენებს. ეს ვინმე მესხი სინამდვილეში პოემის გამგრძელებელია, რომელმაც მოგვიანებით ტექსტს თავისი სტროფები დაურთო. თავადაც ამბობს, რომ იგი რუსთაველის დამატებაა, ანუ ის არ არის ავტორი. შესაბამისად, მესხური წარმოშობის თეორია ფაქტობრივად ქრება და მხოლოდ რჩება ერთი რამ, სიტყვა რუსთაველი. ეს ნიშნავს, რომ პოეტი რუსთავიდან იყო, მაგრამ ახლა საკითხავია თუ რომელი რუსთავიდან იყო ის. საქართველოში არსებობდა ორი ასეთი რუსთავი. პირველი რუსთავი ჰერეთისა. ეს რუსთავი მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც წარმოადგენდა ჰერეთისა და კახეთის საზღვარს. ეს ადგილი უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ქართული ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში აქ არსებობდა უკვე საეკლესიო ცენტრი და საეპისკოპოსო კათედრა. მისი მნიშვნელობა განპირობებულია მის სტრატეგიული მდებარეობით და ამასთან ერთად აქ იყრებოდა გზები, რომელიც თბილისისკენ მიდიოდა. ამიტომაც რუსთავი ხშირად მოიხსენიება შუა საუკუნეების მატიანეებში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში არსებობდა იგი თამარის მეფობის დროს, მაგრამ მე-13 საუკუნეში მონღოლთა ლაშქრობებმა მთლიანად გაანადგურა ეს ქალაქი და იმის მერე აღარც აღდგენილა. დღეს კი მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მეორე რუსთავი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მხარეს, მაგრამ ამ რუსთავის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან გვიან ჩნდება. იგი მხოლოდ მე-18 საუკუნეში ჩანს ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე. და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიულ ნაშრომებში დაწვრილებით აღწერს ამ რეგიონს. იგი ასახელებს ათასობით სოფლებს, ციხეებს, მონასტრებს და ხიდებს. მაგრამ რუსთავი საერთოდ არ უხსენებია. თუ ეს ადგილი ისტორიულად მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, მაშინ ვახუშტი მას აუცილებლად აღწერდა. ესე იგი, შუა საუკუნეებში რუსთავი უმნიშვნელო სოფელი იყო. იგი არც ერთ წყაროში არ არის ნახსენები. ამიტომ გვაქვს საინტერესო სურათი. ერთი რუსთავი, უძველესი ქალაქი, სტრატეგიული ცენტრი, რომელიც უამრავ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული. და მეორე რუსთავი, რომელიც უმნიშვნელო სოფელი იყო და არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის მოხსენებული. შემდეგ ეპიზოდში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავდა შუა საუკუნეებში ეს სახელწოდება. და შეიძლება თუ არა ამ ერთ სიტყვაში დამალული იყოს პასუხი შოთა რუსთაველის ყველაზე დიდი საიდუმლოს შესახებ.